თხევადი გაზით დატვირთული სატვირთო მანქანები კვლავ სტეფანწმინდა ლარსის გამშვებ პუნქტზე რჩებიან. სომხეთში კი გაზი მკვეთრად გაძვირდა. რამდენიმე დღის წინ 1 ლიტრი 120 დრამდე იყიდებოდა, ახლა უკვე 170 დრამია. სანამ მთავრობა სომხეთში ფართოდ მოხმარებადი საწვავის გაძვირების მიზეზებზე არაფერს ამბობს, სფეროს მსხვილი მოთამაშეები შესაძლო დეფიციტის შესახებ საუბრობენ. გაზით დატვირთული დაახლოებით 470 სომხური სატვირთო მანქანა ამ დროისთვის საქართველოს საზღვარს ვერ კვეთს. ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ძალიან დიდი მოცულობით თხევადი გაზი სომხეთში ვერ აღწევს. კომპანიის მძღოლები საქართველოში დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ახლა ტვირთს იქ ტოვებენ და თავად ბრუნდებიან სომხეთში, სანამ მათი რიგი მოვა. წარსულში ამინდისა და სხვა ობიექტური მიზეზებით გამოწვეული სირთულეების გარდა გაზის იმპორტიორები ასეთ პრობლემებს არასდროს შეჯახებიან. სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო ამ თემას არ რეაგირებს. მხოლოდ მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დილით Facebook-ზე დაწერა, რომ 11-დან 13 ივლისამდე სომხეთში თხევადი გაზით დატვირთული 99 სატვირთო შემოვიდა. მაშინ, როდესაც ამ დროისთვის ასობით მანქანა თავის რიგს ელოდება. თხევადი გაზის ბაზარზე ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას წინ უძღოდა სომხური კონიაკისა და ყვავილების გადამზვიდებების უკვე რამდენიმე თვე გადაუჭრებელი პრობლემები.